თქვენი სმენდით მოსწავლეების და სტუდენტების მოსაზრებებს მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით გიორგი ინალიშვილი მედია წიგნიერების ტრენერი გყავს ხაზზე მივესალმები სტუმარს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ მე ვკითხავთ მაინც გესმოდათ თუ არა რესპონდენტების ხმაც. კი ბატონო, ანუ ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ პრობლემას და პრობლემა არის მართლაც ბევრი, არავინ არ უარყოფს, რომ ამ ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ განვითარებას საერთოდ უფრო და უფრო რთული ხდება, რა თქმა უნდა, სანდო ინფორმაციის მოძიება, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, რამდენად მასშტაბური არის ეს პრობლემა და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ სანდო ინფორმაციას იოლად მივაკვლიოთ. თქვენი გამოცდილებით გითხარით, აი რა ტიპის ინფორმირებულობას საჭიროებდნენ თქვენი მსმენელები, როცა იყავით ტრენერი და როცა მუშაობდით ამ პრობლემებზე, ანუ საქართველოს მაგალითზე ან რეგიონების მაგალითზე თუ შეგვიძლია რომ გავმიჯნოთ და დავყოთ სად რა საჭიროება არის და სად რა ინფორმირებულობის ხარისხი არის. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა აუცილებლად აქ ვახსენო მედია წიგნიერების ინდექსი, რომელიც არსებობს და რომელსაც იკვლევს ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაცია, ბოლო კვლევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის 2023 წლის და ამ მონაცემებით 51 ქვეყანას, ევროპულ ქვეყანას შორის საქართველო არის სამწუხაროდ ბოლო 51 ადგილზე დეзинფორმაციის მიმართ მოწყობილობის კუთხით. ანუ ეს უკვე მიუთითებს იმას, რომ საქართველოში მედია წიგნიერების პრობლემა გვაქვს. ხოლო რაც შეეხება თვითონ საქართველოში არსებულ სიტუაციას, შემიძლია დავყო ის რამდენიმე ნაწილად. თავარი პირველი ვისთანაც როგორც წესი ტრენერები მუშაობენ ესენი არიან ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და ასევე სტუდენტები. ახალგაზრდების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია განმასხვავებელი დეტალები ვნახოთ რეგიონებსა და დედაქალაქს შორის, თუმცა უფრო სწორად რო აღვნიშნოთ, უფრო განსხვავება აღენიშნება ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებსა და სხვა ტერიტორიებს შორის. რა პრობლემები რჩება აქ? როგორც ჩვენ როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავარი მედია წიგნიერებისთვის თავარი არის კრიტიკული აზროვნება, ხო? კრიტიკული აზროვნებისადმი დამოკიდებულება და ასევე მის მიმართ ეს საკითხი არ არის ძალიან მნიშვნელოვნად წარმოჩენილი თვითონ სკოლებში მაგალითად, ხო? ვიცით რომ მედია წიგნიერების საგანი როგორც ასეთი არის ჯერჯერობით დანერგილი მხოლოდ რამდენიმე სკოლაში, ეს არის საპილოტო პროგრამა, თუმცა ეს მასობრივად არ ხდება. აი როგორც გამოკითხვაში ერთ-ერთმა ბავშვმა აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების საგანში იყო ერთ-ერთი გაკვეთილი მიზნული მედია წიგნიერების მიმართ. და შესაბამისად აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულად იმ ბავშვის მიერ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდას პრობლემა, ეს არის მთელ საქართველოში არსებული პრობლემა, რადგან მედია წიგნიერება როგორც ასეთი სკოლაში არ ისწავლება და არც რომელიმე საგანში ინტეგრირებული არ არის. მაგრამ ამასგან განსხვავებით, მედია წიგნიერება მხოლოდ არ არის საჭირო, რომ ის იყოს შემოტანილი როგორც საგანი. მედია წიგნიერებაში ასევე გათვითცნობილებული უნდა იყვნენ თვითონ მასწავლებლები, რადგან ინფორმაციას გადმოსცემს ნებისმიერი მიმართულების მასწავლებელი, იქნება ეს ლიტერატურის მასწავლებელი, ფიზიკის, მათემატიკის თუ ასე შემდეგ. ანუ თვითონ კრიტიკული აზროვნების სწავლება აუცილებელი არის ყველას მხრიდან და ამ კუთხით მასწავლებლებში მათ შორის არის ძალიან ცუდი სიტუაცია, იმიტომ რომ მასწავლებლებს ელემენტარული ჯერ ერთი ამის საშუალება არ აქვთ, რომ თვითონ გაეკუნენ მედია წიგნიერების არცში და შემდგომ რადგან ამის საშუალება იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ მოსწავლეს დაეხმარონ, რომ კრიტიკული აზროვნება განუვითარონ. კი ბატონო, ბატონ გიორგი, თქვენ ახლა წეღან ახსენეთ ეთნიკური უმცირესობები, ანუ ის ნაწილი საზოგადოების, სადაც ყველაზე მაღალი არის მედია წიგნიერების დონე უпросто პირიქით. მედია წიგნიერება ძალიან დაბალ დონეზეა, ხო? რა არის ამის მიზეზი? მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულს არ ვიტყოდი, ჩემი დაკვირვებით სანდოობა ზოგადად სოციალური მედიის და ზოგადად მედიის მიმართ და გავრცელებული ინფორმაციის მიმართ არის ხოლმე მაღალმთიანეთში, სოფლებში, ანუ ის მცირე დასახლებულ რეგიონებში, სადაც ინფორმაციის ძირითადი წყარო არა ინტერნეტი, არამედ არის ტრადიციული მედია, ტელევიზიები, რადიო და ასე შემდეგ. იქ არის მაღალი სანდოობა აი ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიმართ. კიდევ რა მიზეზები, რა იწვევს აი ამ სანდოობას, რა არის ამ სანდოობის წყარო თქვენი დაკვირვებით? აი როგორც აღნიშნე ეთნიკური უმცირესობების საკითხი, იმიტომ გამოვყავით ცალკე რომ ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში
დამატებით პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერი. და შესაბამისად ენობრივი ბარიერის შემთხვევაში რთული არის რომ მოსწავლემ რაღაცა დამატებით შეისწავლოს. აი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, როდესაც ეთნიკური უმცირესობების დახმარებულ რეგიონებში ინფორმაცია ვრცელდება როგორც წესი, მასობრივი მედიის საშუალებების არ არის ქართულენოვანი მასობრივი მედიის საშუალებების არის როგორც წესი ან უცხოენოვანი, სადაც ვრცელდება ის ნარატივები, რომელიც როგორც წესი აწყობს უთო ქვეყანას, ძირითად შემთხვევაში რუსეთს. შესაბამისად, ამ მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიმართ სანდოობა იმიტომ არსებობს, რომ ეს მიწოდებათ მათთვის გასაგებ ენაზე. შესაბამისად, ენობრივი ბარიერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. დიახ. კი ბატონო, ჩვენ როცა ვსაუბრობთ მედია წიგნიერებაზე ზოგად საგანმანათლებლო საფეხურზე, ხო? ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა რაღაც მოვიაზროთ სასკოლო საზოგადოება, მშობლები და მასწავლებლები. თქვენ ნაწილობრივ თქვით, რომ მასწავლებლებმაც არ იციან ხშირ შემთხვევაში როგორ ასწავლონ. აქ მშობლებსაც ძალიან სუყე ნაწილი უჭირავს, ჩემი აზრით. აი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაოთ მშობლებთანაც და მასწავლებლებთანაც, რომლებიც არიან მთავარი ინფორმაციის მიმტანები მოსწავლეებთან. ანუ შეიძლება მოსწავლემ ინფორმაციის გადამოწმება მასწავლებელთან და მშობელთან სცადოს. ანუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ უფროსი თაობან სასკოლო საზოგადოების ეს ნაწილი მშობლები და მასწავლებლები იყვნენ უპირველესად ინფორმირებული და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს რაღაც პრიორიტეტების დონეზე განისაზღვროს ამ ადამიანების ინფორმირებულობაც. რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? აბსოლუტურად გეთანხმებით, რადგან ძალიან მარტივია, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მასწავლებლებზე, ისინი ამავე დროს ასევე ხშირ შემთხვევაში არიან მშობლებიც ასევე, ხო ესე არის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რომ პრიორიტეტი იყოს, რომ თვითონ პირველ რიგში ჩვენ მასწავლებლებს აუხსნათ და მასწავლებლებმა იცოდნენ თუ რა არის მედია წიგნიერება, რისთვის არის საჭირო და რასში გამოადგება ეს თავად მას, რომ მე ეს მიეწოდოს თავის მოსწავლეებს. რატომ არ არის პრიორიტეტული ბატონ გიორგი? ეს კითხვაც ისმება ლოგიკურად, იმიტომ რომ ფაქტია რომ არ არის პრიორიტეტული, რომ კრიტიკული აზროვნება კრიტიკულად მნიშვნელოვან ამბად განიხილებოდეს სკოლებში სასკოლო დონეზე. კი ბატონო, აქ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ ესეთი მიზეზი შეიძლება იყოს თუნდაც იმ მასწავლებლების, რომლებიც ახალ სკოლაში ასწავლიან, მათი დატვირთული რეჟიმი. ახლა რას გულისხმობ? თვითონ მასწავლებლები, რომლებიც გარკვეული მმართველობით ასწავლიან სკოლებში, ისინი იმდან დატვირთულები არიან, რომ ისინი ამ თავიანთ საგნის გარდა სხვა საგნის შესწავლას ფიზიკურად ვერ ასწრებენ. და შესაბამისად, ინტერესი ამ მედია წიგნიერების მიმართ არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, როცა მასწავლებლების მხრიდან არის ინტერესი ძალიან დაბალი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, აქედან გამომდინარე, მოსწავლის მიმართ ინტერესი, რა თქმა უნდა, ვერ აღიძვრება. და რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტს, ჩემი აზრით უნდა იყოს პრიორიტეტული, თუმცა როგორც ჩანს ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ეს პრიორიტეტი არ არის სამწუხაროდ და როგორც წესი ამ ვაკუუმს მედია წიგნიერების მიმართ ავსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უბრალოდ ტრენინგების სახით ეხმარებოდნენ სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. კი ბატონო, ეხლა ეს თემა ჩვენ რამდენჯერმე გქონდა გადაცემაში, თუმცა დღეს რატომაც გავაკეთეთ, აქვს ამას მიზეზი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით, სადაც სასკოლო საზოგადოება ძალიან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებს გულისხმობ, ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციის ნაკადი არის და აი ამ ინფორმაციის ნაკადში ლავირება და სანდო ინფორმაციის მიღება გაჭირდა, მით უმეტეს თქვენც ახსენეთ, რომ აი მედია წიგნიერების თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. შეგიძლიათ რაღაც რჩევების სახით მისცეთ მაგალითად ამ საზოგადოებას, როგორ იპოვონ სანდო ინფორმაცია, რას მიაქციონ ყურადღებან, რა კრიტერიუმები, რა დეტალები არის მნიშვნელოვანი, როგორ მიხვდნენ, რომ ყალბია ეს ინფორმაცია და რაღაც გადამოწმება საჭიროებს. დიახ, ყველაზე მარტივი და ელემენტარული ამ შემთხვევაში არის ის, რომ გააჩნია ჩვენ საიდან ვიღებთ ინფორმაციას. როგორც წესი, ინფორმაციის ძირითადი მიღების წყარო არის ტელევიზია და სოციალური მედია, ხო? ტელევიზიის შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა რომ გადავამოწმოთ კონკრეტული ტელემედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ნახოთ სხვა არხის საინფორმაციო საშუალება და ამ ორი ნანახის საინფორმაციო გადაცემის შეჯერების შედეგად ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ რამდენად რეალური იყო ესა თუ ის ინფორმაცია. რაც შეეხება სოციალურ მედიას, ამ შემთხვევაში უფრო
უშუალოდ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ სოციალურ მედიით უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება და ეს არის ზღვა მასალა. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ რიგში დავსვათ კრიტიკული კითხვა, შევხედოთ თვითონ კონკრეტულ გაზიარებულ ბმულს ან სტატიას, რა სათაური აქვს, რომელი მედიის მიერ ვრცელდება და შესაბამისად აქედან გამომდინარე ნახოთ ასევე სხვა ჩვენთვის ანდო მედიების ინფორმაცია, შევაჯეროთ და ჩვენეულებრივ დასკვნა გამოვიდანოთ. კი ბატონო, თქვენი დაკვირვებით ახალი თაობა უფრო მედია წიგნიერია თუ უფროსი თაობა? მე ამ კითხვას დავსვავ და რაღაც იმედი მაქვს, რომ არ გამიბრაზდებია, რომ დავყავი ასაკობრივ ჯგუფების მიხედვით, მაგრამ მინდა გავიგო ეს ტექნოლოგიურ სიახლეებთან რაღაც ადვილად ადაპტირებულობა რამდენად ცვლის მედია წიგნიერების ხარისხს. ანუ როცა პრეტენზია გვაქვს ახალგაზრდების არაინფორმირებულობაზე და უფროსი თაობა ძირითადად ამბობს ხოლმე, რომ თქვენ არ იცით, თქვენ არ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში რა არგუმენტით შეგვიძლია გავაბათილოთ ეს მოსაზრება, რომ ახალი თაობა არ არის სწორად ინფორმირებული? ან თქვენი დაკვირვებით როგორ არის მოცემულობა? ვინ არის უფრო მედია წიგნიერი ამ შემთხვევაში? იცით რა არის ჩემი აზრით, რაც ჩემი გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ახალგაზრდების მხრიდან მიმღებლობა მედია წიგნიერების მიმართ და კრიტიკული აღქმისა და აზროვნების მიმართ უფრო მაღალი არის ვიდრე უფროსი თაობის მხრიდან. შესაბამისად, ახალგაზრდებს უფრო აქვთ მეტი ტექნიკური საშუალება და ასევე ინტერესი, რომ გადაამოწმონ კონკრეტული ინფორმაცია, ნამდვილი არის თუ ყალბი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ახალგაზრდებში მედია წიგნიერების დონე უფრო მაღალი არის, თუმცა ჯერჯერობით სასიკეთო შედეგები არ გვაქვს. თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ წაკითხulis გააზრების კუთხით ჩვენ ვართ ერთ-ერთ ბოლო დონეზე 2022 წლის კვლევების მიხედვით. კი ბატონო, ინფორმაციის მიღება ერთია და ანალიზის გაკეთება მეორე, აქ არის ალბათ ყველაფრის პასუხი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მაყურებელს შევხსენებ, გიორგი ინალიშვილი მედია წიგნიერების ტრენერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.